რეჟიმის პროპაგანდა ორიენტირებულია იმით გახარებაზე, რომ როგორც იქნა მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ელჩმა გერმანიაში მიიღო წმუნებათა სიგელი, სანამ აი ამით ხარობს რეჟიმის პროპაგანდა, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას, აი ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც პირველად ისტორიაში აზერბაიჯანს ასახელებს სტრატეგიულ პარტნიორად და პარალელურად, რა თქმა უნდა, გერმანია ასევე ვიცით, რომ აღრმავებს ურთიერთობებს სომხეთთან. ეს არის ევროპის წამყვანი სახელმწიფოს და წამყვანი ეკონომიკის სრულიად ახლებური ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ. აშშ-ის მიერ სამხრეთ კავკასიისადმი გამოჩენილი უპრეცედენტო ინტერესის კვალდაკვალ დღეს უკვე გერმანიის კანცლერიც აცხადებს, რომ ციტირებ, სამხრეთ კავკასია არის ევროპის და აზიის შემაკავშირებელი კრიტიკული მნიშვნელობის კვანძი, რითაც რა თქმა უნდა ის ხაზს უსვამს გერმანიის სტრატეგიულ ინტერესს ჩვენი რეგიონისადმი და შუა კორიდორისადმი. ისტორიას არ ახსოვს აშშ-ს და გერმანიის მსგავსი და მით უმეტეს თანადროული ინტერესი შუა კორიდორის მიმართ. ეს არის აქამდე არნახული და სრულიად უნიკალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის. ნორმალური ხელისუფლება ცხადია ამ მომენტს დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ქართული ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების წინ წასაწევად აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართულობით ანაკლიის პორტის ასაშენებლად, ქართული ეკონომიკის გასაზრდელად და ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. მაგრამ სად არის ამ დროს საქართველო? ისევ და ისევ არსად. იყო დრო, საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, ვისაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, ვისაც აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იყო დრო, ჩვენ ვიყავით გერმანიის ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი პარტნიორი. რეჟიმი, რომელმაც მიზანმიმართულად მოკლა მშვიდობის და კეთილდღეობის უმთავრესი გეოპოლიტიკური პროექტი, ანაკლიის ღვაწლოვანი პორტი, აგრძელებს პროპაგანდისტულ ლაყბობას მშვიდობასა და კეთილდღეობაზე, მაგრამ ანაკლია ისევ არ აშენებულა, ათობით ათასი სამუშაო ადგილი ისევ არ შექმნილა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური პოტენციალი ისევ არ ამაღლებულა და საქართველო ისევ არ წასულა წინ. ამასობაში სამხრეთ კავკასიამ ნამდვილად გადადგა ისტორიული ნაბიჯები რეალური მშვიდობისკენ, მაგრამ ეს მოხდა საქართველოს გარეშე, რადგან რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა პერსპექტივის რელსებიდან უპერსპექტივების ჭაობში გადაჩეხა. სანამ რეჟიმის პროპაგანდა ურცხვად საუბრობს ტრანზიტული შესაძლებლობების განვითარებაზე და საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს საქართველოს გარეშე მაინც არაფერი გამოვა, ფაქტები და ისტორია სწრაფი ტემპით გვიჩვენებს სრულ საპირისპიროს. სწორედ საქართველოს გვერდის ავლით ყოველდღიურად ძლიერდება ალტერნატიული ტრანზიტული გზა, რასაც მოწმობს ისიც, რომ აზერბაიჯანი და სომხეთში უკვე შევიდა 40,000 ტონა ტრანზიტული ტვირთი. დასკვნა ერთია, ქართული ოცნების რეჟიმი არის უნიჭობის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების და დაკარგული პერსპექტივის რეჟიმი. ქართული ოცნების რეჟიმი არის სიღარიბის რეჟიმი, ხოლო საქართველო ბიძინას ხელში არის ობლად და უმეგობროდ დარჩენილი ქვეყანა. მშვიდობა და კეთილდღეობა ცხადია აინტერესებს ყველას, მაგრამ არავის არ აინტერესებს მატყუარა ქოცური რეჟიმი, რომელიც მხოლოდ მანიპულირებს ამ ტერმინებით, სინამდვილეში კი უპირისპირდება მშვიდობის მოყვარე დემოკრატიულ მსოფლიოს და დგება ომის მოყვარე ავტოკრატიული რეჟიმების გვერდით, რომელიც ანადგურებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობებს, ტრებს მოყვარეს უწოდებს, ხოლო მოყვარებს ტრებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო მართლაც გადაიქცა კუნძულად, ოღონდ არა მშვიდობის, არამედ სიღარიბის და უპერსპექტივების კუნძულად. შესაბამისად, თითოეული პატრიოტი ქართველის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმ დრომდე და იმ მომენტამდე, როდესაც არ მივახცევთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელს გახდის საქართველოს გეოპოლიტიკური, ტრანზიტული, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებას, გაათმაგებას და ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას.